პალეოკონტაქტების თეორიის თანახმად, დედამიწელებს პირამიდების შექმნაში უცხოპლანეტელები დაეხმარნენ, რომლებსაც ადგილობრივებმა მათზე ბევრად განვითარებული გონების და ცოდნის გამო ღმერთები შეარქვეს. ასე რომ, არსებული ვერსიის მიხედვით, ჩვენი ისტორიის საწყის ეტაპზე სწორედ უცხოპლანეტური ცივილიზაციები გვეხმარებოდნენ და განვითარებისგან გვიბიძგებდნენ. ამჟამად უამრავი მეცნიერი ცდილობს ჩვენი ცივილიზაციის და უცხოპლანეტელებს შორის კონტაქტის პირდაპირ მტკიცებულების მოპოვებას და მათი ურთიერთობის პერიოდის დადგენას. ამჟამად უკვე მოპოვებული უძველესი წერილობითი წყაროების და არტეფაქტების გათვალისწინებით პირველი კონტაქტი დაახლოებით 20,000 წლის წინ უნდა შემდგარიყო. ხოლო იმაზე, რომ დედამიწელებს მართლაც ჰქონდათ კავშირი უცხოპლანეტურ ცივილიზაციებთან, ეგვიპტეში და არა მარტო იქ, აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი, ფრესკა თუ პაპირუსი მეტყველებს. მაგალითად, ტუტანხამონს არამიწიერი წარმოშობის ხმალი ჰქონდა, რომელიც 1525 წელს გახსნილ ფარაონის სამარხში აღმოაჩინეს. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ის მეტეორიტული ლითონით იყო დამზადებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსგავსი ნედლეული დედამიწაზე არ მოიპოვებოდა. რენტგენის ფლუორესცენტული სპექტრომეტრიული ანალიზით დადგინდა, რომ ის ერთდროულად რკინას, ნიკელს და კობალტს შეიცავდა, რაც მის არამიწიერ წარმომავლობაზე მეტყველებს. ამის გარდა არსებობს ტულის პაპირუსი, რომელიც უფროლოგებისთვის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს, რადგან მასში უცხოპლანეტელებზე დაკვირვების შედეგებია მოთხრობილი. ეს დოკუმენტი ფარაონის თუთმოს მესამის მმართველობის პერიოდშია შედგენილი და მასში შავით თეთრზე წერია, რომ 22 წელს ცაში უზარმაზარი ცეცხლოვანი სფერო, დისკი გაჩნდა, რომელიც ხმას არ გამოსცემდა. მისი დიამეტრი დაახლოებით 46 მეტრი იყო და სასახლის სიახლოვეს გადაიფრინა. ამის შესახებ ჩამწერება მაშინვე ფარაონს მოახსენეს, ხოლო მან სფეროზე დაკვირვების ბრძანება გასცა. რამდენიმე დღის შემდეგ ცა სფეროებით გაიფსო. ამასთან ავტორი აღნიშნავს, რომ მათი სიკაშკაშე მზის სინათლეს აღემატებოდა. ობიექტები უხმოდ მოძრაობდნენ, ხოლო შემდეგ გეზი სამხრეთის მიმართულებით აიღეს. კონსპიროლოგიურ თეორიებს გამყარებისგან უბიძგა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელსაც ხშირად უყვარს მსგავსი განცხადებების გაკეთება. სხვადასხვა საკითხზე. მან 2020 წელს, სანამ ამ კომპანიას დაეუფლებოდა და იქსაც გადააკეთებდა, ჯერ კიდევ მაშინდელი ტვიტერის ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც გავრცელებული კონსპირაციული თეორია იყო გაჟღერებული. თითქოს ეგვიპტის პირამიდები, რომელთა აშენებაშიც უზარმაზარი შრომაა ჩადებული, უცხოპლანეტელების აშენებულია. მოგვიანებით მასკმა საკუთარ ტვიტერზე BBC History სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია, როგორ ააგეს რიგითმა ადამიანებმა პირამიდები და დაამატა, რომ ეს BBC სტატია ნათლად და მოკლედ ხსნის, როგორ შეიქმნა პირამიდები. მოკლედ, ასეთია კონსპირაცია. პირამიდებთან დაკავშირებით კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები.